გამარჯობათ მეგობრებო. მე და ჩემი მეგობარი კლუბის წევრი ამოვედით ნუკრი. გდანის პატარა ტბაზე ვართ. გაგვიწვიმდა, ორი დაიწყო. ცოტა გვიან მოგვიწია ამოსვლა და ეგ არაფერი. ჩვენს მაინც გავაკეთებთ, მაინც ვეცდებით მე და ნუკრი. ნუკრი ითევზავებს ფიდერით, მე ვითევზავებ ფლეტით. ფლეტით შევთავაზებ სიმინდ, ჭიებს, ბოილებს და ასე შემდეგ. საღამოდეთ რო გვაქვს, რავი, იმედია უფრო არ მოუმატებს, ხო, და დავიჭერთ. უფრო არ პროცესი მაინც. ხო, მთავარი პროცესი და მთავარია ერთობლივად. ხა ამოვედით ახლა ერთმანეთი გავიცაით და ეგ არის მთავარი და ნახოთ. დავიჭერთ თუ არ დავიჭერთ, ახლა აქ სიტყვასა ვიძახი ხოლმე, ზოგიერთს გონია რომ თავს ვიმართებ, მეგობრებო. წლებია თევზაობ და თავის გასამართლებელი არ მქონი არასოდეს რა. იმიტომ რომ მე სხვანაირად თევზაობ, სხვანაირად გასვლები, გამოსვლები და პროცესი სიამოვნებზე რა თქმა უნდა ჭერაც. მაგრამ ჭერამდე ხომ მივიდეთ. ეხლა ცოტა ცივი ამინდია, უკვე დეკემბერია. დეკემბერს აგიცით რა სიტუაცია, რჩევებს მოგცემთ და თუ იქნება თევზი, იქნება თუ არა და რჩევები მაინც დაგვრჩება რა. აბა დროებით ეხლა წავედით, მოვზილოთ დასაკვები, უკვე ნუკრი მოზილა დასაკვები ფიდერისთვის, მე ფლეტზე მოვზილავ და ნახოთ ყველაფერი რა იქნება, წავედით. მეგობრებო, სანამ ჩემი დასაკვები პროცესია და კეთდება და მზადდება, მანამდე გამოვიყენებ არის შეფუთვას, ფლაგმანის, სეკრეტს გამოვიყენებ და სეკრეტი რატო ავარჩიე სეკრეტი რა. მჭირდება აი ესეთი ფერის დასაკვები მჭირდება. აი შეხამებული ფსკერთან, შეგვიძლია შავი ფერიც კაია ზამთრის წყლისთვის, სერი ანუ მოსერო ფერიც რუხი, ანუ ასე ვთქვათ, რუხი ფერიც მჭირდება და მოშ შევახამოთ. მე იმას არ ვიძახი რომ წითელი არ უმუშავთ, არა, წითელსაც უმუშავია, მარწყვლსაც უმუშავია, მაგრამ პერიოდში ხა თუ ზამთარია და ამოვიდა მზე და ასე შემდეგ, მუშაობთ, ამუშავეთ. მაგრამ მე ზოგადად ეხლა ვხსნი და რჩევებს გაძლევთ ზამთრის პერიოდში რა ფერებს გაუწიოთ ყურადღება რა. ეს ფერი კაი ვარიანტია. ეს კაი ფერია. არომატები ეხლა არის ამჟამად ყავა, ყავის არის სეკრეტია, ყავისუნი და დაკრაფორე. საიდუმლო ქვია ქართულს, მაგრამ ყავისუნია რა, უკრი. ყავისუნია. ყავა რა. ამ პერიოდში კაია ნიორი, ოღონდ ძალიან მძაფრი ნიორები მაინც აკონტროლეთ ადგილზე. კაია კოწახური, კაია ქლიავი, სხვადასხვა პერიოდისთვის არომატები უნდა შევარჩიოთ სეზონურად. რა ფერი, როგორი ფერი, არომატი, ყველაფერი შევარჩიოთ მეგობრებო რა. ეგრე არ არის რომ მივედი ჩავყარი რა. ეხლა მე ფლეტზე მუშაობ, დოზირებულად მივაწვი ფლეტს რა თქმა უნდა და ნახოთ რა იქნება. იქ თუ იქნება ჭერა, იმასაც გაჩვენებთ. ეხლა მე ცოტა მძიმე მასა მჭირდება. არის საკმაოდ ცივია, საკმაოდ. ამ გრადუსებზე კიდევ აუცილებლად ჩავწერთ კაჩხანა რომელ გრადუსზე უფრო აქტიურია, ობრი, ასე შემდეგ, ამას რა თქმა უნდა ახლა მომავალში გაგაცნობთ. აი ეს მასას გამოვიყენებ, ხონი? აი ეს მასას გამოვიყენებ, დავაწერებ ფლეტზე და ნახოთ რა იქნება. აბა, წავედით ხლა მეგობრებო, ჩავაგდოთ. მოკლედ, შემოკარგებო, დავიწყებ ისა პოპაპით, ესეთი ბოილებით, ცურვადებით. მოგეხსენებათ, არის გაპიარებული ეს ტბა, რომ არის ძალიან დიდი ლაფი. ჩვენ რომ მოვედით პირველი რაც გავაკეთე მეგობრებო, რომ ფსკერი გამოვიკვლიე ძალიან მაგრად და სადაც არ იყო ლაფი, იმ ადგილას ის ადგილი აღმოვაჩინეთ რა. შევარჩიე 30 გრამიანი საკვებურა, ეს შევცებული ფორმით, რომ საკვები არ გადმომეყაროს და იყოს, იმიტომ რომ წებოვანი მასა მაქვს სპეციალურად გაკეთებული და ეს ხა პოპაპი რატო არ დავიწყე სიმინდით ჯერ და რატო არ დავიწყე ჭიით. ჭია შევხედავ სიტუაციას, ლაფი თუ იმ დროს რომ ლაფში ჩაიძირება და ასე შემდეგ, ჯერ ლაფი აღარ არის, მაგრამ თუ ჩაიძირება და ასე შემდეგ, მე უკვე რა თქმა უნდა შევცვლი სატყუარასაც და შევცვლი გრამაშსაც, მაგრამ
თუ არ ჩაიძიდა ასე შემდეგ აი მე გამოვიყენებ სიმიცას არ ჩამემალოს რა პოპაპი რატო პოპაპი არის რო ჩავა ეს დაეცემა სკერზე პოპაპი ამომიწევს ნემსკავს რა აი ეს დამიდგება და თუ კობრი ანუ კარჩხანა გამოვილის დაინტერესდება რა ანუ ვიწყებთ ამით სკერი გამოიკვლიეთ ხოლმე როცა ხართ ესეთ ადგილებში ან თქვენთვის უცნობია ადგილი ან იცით რომ ლაფია ხო თქვენ თვითონ გამოიკვლიეთ დამიჯეთ თქვენ თვითონ გამოიკვლიეთ თქვენ თვითონ ნახეთ ადგილი მიმდებარეობებს სკერი როგორია და რანაირია რა ანუ ბრმად არის თევზაოთ ამის თქვა მინდა ანუ ვინმე მოგითხრათ არ არის აქ ლაფია და არა თქვენ თვითონ გაწესეთ თვითონ აგე მოვედით მე და ნუკლი პირველი რაც გავაკეთე გამოვიკვლიე სკერი ჩემთვის მისაღები ასე თუ ისე მისაღები 60% მისაღები სკერი მოვიძიე მინდოდა ამ პერიოდში მოძებნით ხოლმე ძალიან ღრმაწყალი მაგრამ ამ ტბას ღრმაწყალი არა აქვს აგე იქით არ მითით ხალხი ზის აგე შეიძლება აგე ხალხი მეგობრებო და ვერ გადავიდეთ ყველაზე ღრმაწყალი მგონი იქით არის ისიც 1 მეტრა ნახევარი ან 2 მეტრა იქნება რა 2 მეტრიც არ მგონია იყოს ნახოთ რა ეხლა გადავაგვიანებ ნუკლისაც აი ეს გავუკეთოთ აი ეს თმიან მონტაჟს გამოვიყენებ აი ეს თმიან მონტაჟს გამოვიყენებ რომელსაც ნემსა აქვს ამის ვიდეო მიდევს და ნახეთ აჰა ჩავარჭო ასეთი გომარეობაა ჩემო მეგობრებო ასეთი გომარეობა რო დაეცება წყალში ავა და გამიჩერდება ესე რა და კაია აჰა იმასე დავაძებოთ ხელი დამტირით როგორც გდებავთ ეხლა ცოტა მძიმე საკვები გამოვიდა მძიმე გამოვიდა მეგობრებო ჩვენი ჩავაჭოთ ესეთ გომბარეობაში ეხლა ჩვენ ხო ცოტა გამოგვივიდა მძიმე ეხლა რა ხდება მეგობრებო ჩვენ რო ვიცით რომ მაინც ლაფია ცენტრში ასე თუ ისე ეხლა რა ხდება რაგები სული მაქვს დავიშორე ნაზად მივიდა ანუ ხო დაეცა ანუ საერთოდ ამოწმა გაუკეთეთ ოდნავ ამოწმა გაუკეთეთ რომ დაეცემა ის ლაფში ეგრევე რაკეტივით არ დაეცეს რაკეტივით და ის ნელა დაეცემა უკვე რომ ოდნავ არ მოვა ესე კი არ უნდა ამოვარდყათ ანუ ოდნავ ამოვარდყით ოდნავ რაღაც აი ესეთი რაღაც გაუკეთეთ რომ დაკარგოს რა დინამიკა დაკარგოს შეტმა და ნელა ჩაიძიოს რა და მოძებნილია სკერი აი ესე დავჭიმო ეხლა არ დაწიმოთ არ მოვაშოროთ აი ესე დავდებ მოჩ ერთი ვიდეო გამოვა რა კაი ეხლა გამოვედით დეკემბერია ვერთობით წვიმა მაგრამ გულს უხარე კაი ხანი არ ყოფილი ვარ მეც და ნუკლიც ნახოთ აბა რა იქნება თუ იქნება თუ არა და ვიდეო ორივე სიამოვნოთ დავით